ახალციხის მეშვიდე სკოლას მანდატურის სამსახური ესტუმრა. მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულეს და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დახმარებით ღონისძიებაც გამართეს. საღამოს ორგანიზატორი შორნა კუპრაძის განმარტებით მსგავსი სახის აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაიმართება. მანდატურის სამსახურის ინიციატივით გადავწყვეტათ მოვსულიყავით დღეს ნომერ მე-7 სკოლაში და ჩაგვეტარებია ერთი პატარა ღონისძიება, რომელშიც მხარი დაგვიჭირეს ახალციხეში არსებულმა ყველა სკოლამ, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. ბავშვები ჩაერთნენ აქტიურად ამ ღონისძიებაში, ჩაატარებენ, იმღერებენ სიმღერებს, ცეკვებს. ეხლა მანდატურობის ინიციატივა იყო და იმედი გვაქვს, რომ შემდეგში უფრო ხშირად დავგეგმავთ ასეთ ღონისძიებებს. მე საჯარო სკოლიდან ვარ, მანდატურებისგან მოწყობილ შოუში მოვედი, რასაც მონაწილეობ და მიმღერით საქართველოზე. სიმღერა ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობ. ცეკვებისა და სიმღერების გარდა მონაწილეებმა მე-7 სკოლის ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა სახის თამაშები ითამაშეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს. ღონისძიების დასასრულს ახალციხის მე-7 სკოლის დირექტორის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კონცერტისათვის მადლობა გადაუხადა. ისინი ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და გაფრთხილება მათაც სჭირდებათ, აღნიშნა დალი კრაველიძემ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ეს სასწავლო წელი ძალიან დიდი სტუმრიანობით დაგვეწყო. ქალაქის გამგებიდან დაწყებული, ყველა მოინახულა თითქმის ეს სკოლა და ძალიან სასიხარულოა და სასიამოვნოა, რომ ბავშვები არ გრძნობენ თავს მიტოვებულად და ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ძალიან კარგი იყო, რომ მოხვედით თქვენს და აი ბავშვებიც და კაი კონცერტი იყო. ამიტომ რომ მანდატურები ძალიან კარგები არიან და იმიტომ მადლობას რომ გადავხდით. ძალიან კაი ბავშვები და კაი კონცერტი იყო. კონცერტი იმართება ახლა ძალიან მომეწონა. ღვთისმშობლობა არის ახლა ყველას გილოცავთ. მასწავლებლებსაც, მანდატურებსაც და ვიღაც თქვენს. მანდატურების მიერ მოწყობილ ღონისძიებას მე-7 სკოლის ყველა ახალგაზრდელი დაესწრო. კონცერტის დასასრულს საღამოს ორგანიზატორებმა პატარებს საჩუქრად ტკბილეული გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მე-7 სკოლაში 6-დან 18 წლამდე ასაკის 20-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს.